ანდრია მოდებაძე 11 წლის. სწავლობ 140 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 5 წელია ვთამაშობ სულაქველეთის აკადემიაში. მახსოვს პირველი დღე აკადემიაში რომ მივედი, ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა, ვარჯიშო დავიწყეთ ძალიან კარგად დავდარდა და ბავშვები ძალიან მალე გავიცანით და მასთან დავამეგობრდით. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ჯერ მე არა ვიყავი და შემდეგ მასწავლებელმა გადაწყვიტა რომ დაცვა ავხდარებ. მე პირადად ორივე პოზიცია მომწონს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა, რომ მე კარი დავიცვა და გოლი არ გავატანინო მოწინააღმდეგეს. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა, რომ პასი გავაკეთო ძალიან ზუსტი. გამოსასწორებელი და სამუშაო მაქვს დრიბლინგზე. კი ვარ მცველი, მაგრამ ბევრი გოლი მაქვს გატანილი, იმიტომ რომ ჯარიმებს სულ მეურტყა. მაქვს ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტყმა. ჩემ კარიერაში 50-მდე გოლი მაქვს გატანილი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ეს იყო სელეროსთან შეჯიბრებაში, რომელიც იყო ბოლო წუთებში და ავიკიდე მე ჯარიმა და გავიტანე გოლი 9-იანში. ისეთი მომენტიც მქონია, რომ უეჭველი უნდა გამეტანა და ვერ გავიტანე. მაგალითად, ერთი თამაში იყო ფრე და წავიდა პენალებამდე და ბოლო დარტყმა იყო ჩემი პენალი და გაუმარჯვე შტანგას გავარტყე. ესე ძალიან ვინერვიულია რომ ვიტყვი. აკადემიაში ჩემი მწვრთნელია თენგიზ სულაქველიძე. ის არის კეთილი, მხიარული და ფეხბურთის შეყვარებული. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსა. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ ჯერ შახტარში, მერე ნაპოლში, მერე ბარსაში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. დიდი სიამოვნებით გავწვრთნედი შახტარს. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი პოლიციელი. უფრო პატარა რო ვიყავი მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემ კლასში არიან კარგი ბავშვები და მასთან კაი ურთიერთობა მაქვს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია სოლომონ მიკუჩაძე. ყველაზე ჭკვიანია კესო ფერაძე. ყველაზე მშვიდია ალექსანდრა მხავანაძე. მე ვარ ყველაზე ცელკი და მოუსვენარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ელენე კალანდაძე, იმიტომ რომ ის არის ძალიან მშვიდი და მეგობრული. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიყო დიდი ფეხბურთელი. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ძმა. მეტი და ძმა იმიტომ არ მინდა, რომ ეს ნერვების მოშაშლელად მყოფნია. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ივანე. ის არის ცელკი, ჭკვიანი, მოუსვენარი და ნერვების მომშლელი. ყველაზე უფრო ნერვებს მიშლის იმ დროს, როცა ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს. მოდის და მართავს ჩემ ჯოისტიკს. და არის 3 წლის და ქვია ანა. ანა არის ჭკვიანი, ლამაზი და პრანჭიკელა. ჩემი აზრით ივანე რო გაიზრდება, გამოვა მოჩხუბარე. იმიტომ რომ ის არის ტანით ძლიერი. და ანა კი გამოვა მოცეკვა. არის ვაჟკაცი, ჩემსავით სიმპათიური და ბედნიერი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და თბილი. ძალიან მიყვარს დედას გაკეთებული სუპი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს სპაგეტს. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჩემ უბანში არ არიან გოგოები. ცოლს რომ მოვიყვანო, იქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკას, გიოს და ნინას. ჩემ ცოლს დავარქმევ ელენეს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის ატლასი. ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშები მთავარ როლს. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 20 წელს რო გავხდები, ვიყიდი შავ მერსედესს და ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მე გავხდებოდი მილიონერი. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემ გუნდელ ლუკა ლოლაშვილთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ასეთ შეკითხვას ვუტოვებ, რომელი სუპერძალა გინდა რომ ჰქონდეს. მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს ფრენის სუპერძალა. ბედნიერება არის დედას რო ვეხუტები, მამას რო ვეხუტები, ჩემ დას, ჩემ ძმას და ასე შემდეგ, კიდევ ფეხბურთს რო ვთამაშობ და ასე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.